ეს ძალიან მძიმე ისტორია, ძალიან მძიმე. და ჩემი ერთ-ერთი ისეთი როგორ გითხრათ, გამოუსწორებელი ტკივილია, რომელიც ვერაფრით ვერ ამოვავსე და ვერც ამოვავსებ მაგას, იმიტომ რომ მეგრე მოხდა. ხო და ისე ყოფილა ჩემგან დიდი მცდელობები იმის, რომ მე საუბრა ბევრი რაღაცა მცდელობა მქონოდა რომ გაეგო და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ არ შედგა და ვერ გამოვიდა ეს. მოკლედ ამაჩემს ჰქონდა რაღაცა გარკვეული პერიოდი, როდესაც მე მიყოლებით მომიწია ახალი და ახალი პრემიერების თამაშმა და ის აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნამუშევრით და მიდიოდა თავის მეგობრებთან თეატრში და მეუბნებოდა რომ წადით თეატრში და გოგა ნახეთ რა და აი ნახეთ გოგას ნამუშევარი. ხო და ეს რაღაცნაირად ჩემ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა, კარგი რა მამა რა, კარგი რა და ის იყო აი რაღაცა ძალიან აღტაცებული. და ვითამაში ახალი პრემიერა ანა კარენინა და მაშინ ვიყავი დაახლოებით 40 წლის, შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები და მეორე პრემიერის მეორე დღეს ისევ მოვიდა სპექტაკლის სანახავად, შემოვიდა ჩემთან საგრემიოში და მითხრა რომ აი იცი რა, აი ეს ყველა ეპიზოდი კარგია, მაგრამ აი იქ რომ გეხარ და სანამ დაიწყებ აი მონოლოგს ცოტა გამეხსენი რა, ეს მაინტერესებს მაგ დროს შენი თვალი დავინახო, ემოცია და ასე შემდეგ და მე ამ დროს გრიმს ვიკეთებ ვემზადები სპექტაკლისთვის და თანცოთ მოვიქეცი და შენ მე ვთქვი ნაჯექი და მომისმინე მეთქი რა. დროგი მქონდა და დავიწყე. მე რო 6 წლის ვიყავი და 6 წლიდან რომ მე მამა მიყვარს და მჭირდებოდა ყოველ წუთში როგორ და და მოვედი იმ 6 წლიდან იმ დრომდე სადაც ვიყავი. ეხლა მე გეხარ და მე მაჩვენებ რომ აი ეს მინდა რომ გააკეთო და ჭკუას მარიგეთ მეთქი. უნდა ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი რა და აი აგზნებული ვლაპარაკობდი და მამაჩემს ჰქონდა ნათამაშები ერთი სპექტაკლი რომელიც ჩემთვის დღესაც როგორ გითხრათ ძალიან დიდი აღიარების არის. ეს არის ჩემი მშვენიერი ლედი ბერნარდ შოუს და კარებთან რომ მივიდა შენი ცოდე მეთქი რა მე სამარეში ისე არ ჩავალ რომ ეგ არ ვითამაშო და შენ განახებ მეთქი როგორ უნდა ჰიგინსის თამაში საშინლად მოვიქეცი ესე არაფერი არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ესე მიყურა ოდნავ ირონია იყო თვალებში რომ ეწყინა რომ მე ცოტა ამპარტავნობა შევამჩნია კარგი მამა კარგი და ესე წავიდა. ბიჭო ვითამაშე ეს სპექტაკლი და ის ეპიზოდი რომ მოვიდა იმ ეპიზოდის დროს სადაც მე ლაპარაკებოდა გამახსენდა ეს ნათქვამი სცენაზე უშუალოდ დგომის დროს და აი ვიდრე დავიწყებდი წამების მეათედებში ხდება ეს მერქი მოდი ერთი ცდი რა უნდოდა ამას და გავაკეთე ისე როგორც ივანე ითხრა. დარბაში იყო საშინლად დიდი რეაქცია და გაგრძელება იმ ეპიზოდის იყო რომ ფიგურას მდგავდი რომ უნდა მესროლა იმისთვის იარაღი თავს ვიკლავდი ამ სიმბოლური თემით. აი ორჯერ დავიდე შუბ სცენაზე იარაღი რომ
როგორ გაამართლა იმან და იმის მანათქვამმა, მაგრამ ეს არის გამოცდილება, რაც იმას ჰქონდა. და ჩემი ამპარტავნება, რომ როგორ შეიძლება მე რაღაცები ვიცი უკვე და შენ მოდიხარ და ჭკუას მარიგებ. აი ეგ არის ყველაზე დიდი დანაშაული დღეს ნებისმიერი ადამიანის, ვინც აი ესეთ ნაბიჯს დგავს. კარგით გავაგრძელებ მე ამას. იმ დღეს ვერაფრით ვერ დავისვენე, თუმცა მეც უხიაკი ხასიათი მაქვს და არ დავრეკე. მეორე დღეს ჩემი პატარა შვილი მიმყავდა საბურთალოზე და მამა ჩემის სახლის ჩასახვევთან რომ გავიარეთ, ბავშვმა იცნო ის გარემო და ბაბუსთან როდის მიყვანო მითხრა. რა ვიცი მე როცა მოვიცლი მიგიყვან და ასე შემდეგ და ჩემი გაბრაზება გადაედო და დავტოვე ჩემი შვილი და რო წამოვედი იქიდან სადაც დავხედე და ვნახე რომ 2 საათი კიდევ მაქვს რეპეტიცია და მეთქი მივალ რა და ბოდიშ მოვიხდი რა ვერ დავისვენე რა აგარი ყოფილხარ და მე არ ვიცოდი ესეთი აღიარება მამისთვის შვილისგან გაცილებით მაგარია რა ვიდრე ბოდიში ეგ ბოდიშზე მეტია და ბოდიშსაც ნიშნავს და ყველაფერს და მოვაბრუნე მანქანა და წამოვედი და მივედი იმ ჩასახვევთან მამა ჩემის ათესავი მირეკავს და ავიღე ყურმელი და უკვე კორპუსს ხედავ რა და მამა ცუდად არისო და იქნებ მოხვიდეო რა და მე მხარე კორპუსს ხედავ მეთქი ახლა შემოვა შევედი გავაჩერე მანქანა რომ ბევრი ხალხი ტრიალებდა რაღაცა და ახლა არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება პირდაპირ შევედი ლიფტში ავედი და ვიდრე გავიდოდი დავინახე რომ კარები არის ღია და გავიხედე და აღარ იყო მამა შევედი და არც გამოვსულა ისე ჩავედი და სადღაც გავქრი ოღონდ სად გავქრი არ ვიცი და საღამოს ვიპოვე საკუთარი თავი მანქანაში სანაპიროზე გაჩერებულ მანქანაში ტელეფონი სკდებოდა გავითიშე საერთოდ ამის მერე ბევრჯერ მომსვლია ესე რომ შუაღამისას მომდომებია მასთან დალაპარაკება და ბოდიშის მოხდა თუ რაღაცა და ღამეც კი მივსულარ სასაფლაოზე მაგას ვერ გამოასწორებ ვერანაირად სანამ იქ არ შევხვდები თუ თეატრია აი მაშინ გამოვასწორებ